დილამშვიდობის ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე შეგახსენებთ თქვენ უყურებთ დილის გადაცემა განთიათ და ახლა გვესაუბრება დეკანოზის ზურაბ ცხოვრებაზე. დილამშვიდობის მამაო დაგლოცოთ. დილამშვიდობის ბაჭმა დაგლოცოთ. ჩვენ ხა მარხვის პერიოდში ვიმყოფებით და ბუნებრივია რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა ყურადღება მივაქციოთ იმ საკითხებს, რომელიც განსაკუთრებით დაგვეხმარება მარხვაში. ამას იოანე სინელიც ამბობს კიბის აღწერელი, რომელიც აღნიშნავს რომ დუმარების დაცვა მარხვის გარეშე ძალიან ძნელი, ანუ ის დუმარებას და მარხვას ერთმანეთს უკავშირებს. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ დღეს სწორედ აი ამ სათნოების შესახებ გვესაუბრა. მათე მახარებელი ასეთ რამეს ამბობს. ხოლო მე მათე სახარებაში ესეთ რამე ასეთ სიტყვებია, უფლის სიტყვები გადმოცემული. ხოლო მე გეუბნები თქვენ რომ ყოველი უქმის სიტყვის გამო რომელსაც იტყვიან ადამიანები პასუხს აგებენ განკითხვის დღეს. რადგან შენი სიტყვებით გამართლები და შენი სიტყვებით დაიჯები. ციტატა დასრულდა. ანუ ნახეთ თქვენ რომ აი მაცხოვრის სიტყვებია რომელიც გეუბნება რომ ყოველი უქმის სიტყვის გამო ესე იგი პასუხს აგებთ განკითხვის დღეს. ანუ წარმოიდგინეთ თქვენ რომ აი ყოველი ჩვენი ნათქვამი სიტყვა არ იკარგება, არამედ დაიმახსოვრება ღვთის მიერ და თუ კი ეს სიტყვა არ იქნება სათნო მისთვის, მაშინ განკითხვის დღეს ჩვენ ამისთვის პასუხი მოგვეთხოვება. აქედან გამომდინარე ჩანს ამხელა პასუხისმგებლობა აკისრია ადამიანს, როდესაც იგი მეტყველებს, როდესაც იგი ლაპარაკობს. წმინდა მამები ამბობენ ესეთ რამეს, რომ ჩვენ ხშირად გვინახავს ადამიანები, რომლებიც ნანობენ იმას, რაც თქვენს, მაგრამ იშვიათად არ გვინახავს ადამიანები, რომლებიც ნანობდნენ დუმარების გამო. სხვა წმინდა მამები აღნიშნავენ, რომ თუ გვინდა ვისწავლოთ საუბარი, მაშინ უნდა ვისწავლოთ დუმარება. ანუ დუმარება სჭირდება სწავლა, დუმარება სჭირდება შეცნობა და გაცნობა. წმინდა იოანე სინელი აღნიშნავს ასეთ რამეს, რომ ვისაც არ შეუცნია თავის თავი, სწორედ ის ლაპარაკობს ბევრს, ან ის ლაპარაკობს ბევრს, ხოლო დუმარება არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ადამიანმა თავის თავი შეიცნოს. ესე იგი, აქ ორმხრივად შეიძლება ავიქვათ ეს საკითხი. ერთი რომ როდესაც ადამიანს უნდა საკუთარი თავის შეცნობა, ბუნებრივია იგი მოიხმობს ამისთვის დუმარებას, იმიტომ რომ დუმარების დროს იგი შეიცნობს თავის თავს, იგი უფრო მეტად ფიქრობს თავის თავზე, უფრო მეტად ფიქრობს თავის ცოდვებზე და როდესაც იგი შეიცნობს თავის თავს, თავის დაცემულობას, თავის ცოდვებს, თავის შეცდომებს, არა ბუნებრივია რომ მას ხალისით ეკარგება, საუბრის ხალისით ნაკლები აქვს მას საუბრებში და რაღა უნდა ვთქვა საკუთარი თავის შეცნობაზე, როდესაც წმინდა მამები ამბობენ რომ დუმარებაში შეიცნობა თვით ღმერთი რას ნიშნავს ეს, იმიტომ ძალიან ბევრი ეპიტეტია განკუთვნილი უფლისათვის, ძალიან ბევრი სიტყვით შეიძლება ის დავახასიათოთ, მაგრამ ბუნებრივია რომ ბოლომდე მისი დახასიათება, მისი შეცნობა შეუძლებელია და ამ დროს მამები ამბობენ რომ ამ დროს სიტყვებმა გზა უნდა დაუთმოს, ადგილი უნდა დაუთმოს დუმარებას და დააყოლებენ, დასძენენ რომ ამ დუმარებაში შეიცნობა ღმერთი. რა თქმა უნდა, სრულად ვერ შეიცნობა, სრულად შეუძლებელია, მაგრამ უფრო მეტი მიახლოება ხდება ღმერთთან. აი მამები გვეუბნებიან ასეთ რამეს, რომ გულის სისავსისგან ლაპარაკობს ენა, ესე იგი რაც გულშია, იმას ამბობს ენა. ანუ გულიდან გადმოიღრება სათქმელი და ენა ამას ამეტყველებს. ამიტომ როგორი გულიცა გვაქვს, ისეთი არის ჩვენი სიტყვები. მაგრამ ამავე დროს ნათქვამი სიტყვები კვლავ შედის გულში, ანუ რაღაც ეს არის ჩაკეტილი წრე, ესე იგი რა სიტყვას ვიტყვით, როგორ ვიტყვით, ისევ ის გულს უბრუნდება და გულთან არის დაკავშირებული. მრავლის მეტყველება ეს ის ტახტრევანია, რომელზეც ზის აპარტავნება და თავსიწონებს, ადამიანის აპარტავნება და მათაც ხშირ შემთხვევაში მრავლის მეტყველება ეს არის ნიშანი იმისა, რომ ადამიანი არის ამპარტავანი, ადამიანი არის თავმომწონე, ქედმაღალი.
იგი თითქოს და ცდილობს, რომ რაც შეიძლება მეტად გამოაჩინოს თავის ცოდნა, ან ყოველ შემთხვევაში თავი ისე დაიჭიროს, რომ რაღაც იცის, რაღაც სხვაზე უკეთ გაეგება, რაღაც სხვაზე უკეთ ესმის და თითქოს უნდა რომ ეს თავის აზრის სხვასაც მოახვიოს. სხვისი საკუთრებაც გახადოს, ამიტომ საუბრობს ბევრს და საუბრობს ამპარტავნებად. საერთოდ მამები გვეუბნებიან, რომ ჩვენი საუბარის ტონი არ უნდა იყოს ამპარტავნული, არ უნდა იყოს ქედმაღლული, ჩვენი ტონი არ უნდა იყოს მკაცრი, ასე გაწეული, ამაღლებული ტონი არ უნდა იყოს. არამედ თავდაბლობით უნდა ვისაუბროთ, როცა ვსაუბრობთ, ესე იგი და საუბარიც უნდა იყოს ყველაზე აუცილებელზე, რაც საჭიროა, რაც სასარგებლოა, რაც კარგია. და აქაც დავამატებენ, რომ თვით ამ საუბრის დროსაც, როდესაც საჭირო საქმეზე ვსაუბრობთ, ან აუცილებელ საქმეზე ვსაუბრობთ, ან რო არ ვისაუბროთ, არ შეიძლება. ამ დროსაც აი სიტყვებს შორისაც ჩვენი მზერა, სულიერი მზერა ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული და ჩვენი გული ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული. აი ესეთი განწყობა უნდა გქონდეს, მაგრამ თვით სასარგებლო საუბარიც კი უნდა იყოს ზომიერი, მოზომილი. არ უნდა იყოს უსაზრო და არ უნდა იყოს დაუსრულებელი. როდესაც ადამიანი ვერ იჩენს ზომიერებას საუბარში, როდესაც იგი მრავლის მეტყველებს, იგი ვერ აცდება ამაოდ მეტყველებას. ესე იგი მრავლის მეტყველებას და ამაოდ მეტყველება მსგავსი ცოდვებია, ერთმანეთთან დაკავშირებული ცოდვებია, ერთმანეთისგან გამომდინარე ცოდვებია, მაგრამ მაინც გარკვეული განსხვავება მათ შორის არის. მრავლის მეტყველება ეს არის, როდესაც ძალიან ბევრს საუბრობს ადამიანი და ამაოდ მეტყველება უკვე ეს არის, როდესაც იგი ფუჭრამეებზე საუბრობს. ისეთ რომელსაც შეიძლება თავისუფლად რომ არ ისაუბროს. ეს არის ტყუილად დახარჯული დრო, ტყუილად დახარჯული სიტყვები. მაგრამ მამები გვეუბნებიან, რომ თუ მრავლის მეტყველი ხარ, ამაოდ მეტყველებას ვერ აცდებიო. ანუ ძალაუნებურად ეს გამოიწვევს ამაოდ მეტყველებას. და ამავე დროს მრავლის მეტყველება არის დედა განკითხვისა და მრისხანებისა და ჭორებისა, ცილისწამებისა. ესე იგი ძალაუნებურად მაინც აქეთკენ უბიძგებს ადამიანს. ამისკენ კრავს ხმას ხელს. ამიტომ თუ კი ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი ყოველი უქმის სიტყვის გამო მოგვეკითხება, მაშინ რაღა უნდა თქვათ მრავლის მეტყველებაზე, როდესაც იმდენი უქმის სიტყვა იქნება წარმოთქმული, რომ შეიძლება თვლაც აღარ აქონდეს. აი ჩვენ გვინდა რომ წავიკითხოთ ციტატა იოანე სინელის კიბედან, რომელიც ძალიან მკაფიოა და გამოხატავს დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. მრავლის მეტყველება არის უგუნურების ნიშანი, ძაგების კარი, კადნიერების წინამძღვარი, ტყუილის მსახური, მობიერების მომსვლია, კეთილ განზრახვათა განმაბნეველი, გლოვის უჩინარმყოფელი, გულის ხურვალების გამაგრილებელი და ლოცვის დამაბნელებელი. ციტატა დასრულდა. ანუ კიდევ მე სხვა ადგილას ესეთი რამ არის აღნიშნული, რომ როდესაც ადამიანი ბევრს მეტყველებს, არა, მაშინ იგი გძნობს, რომ რაღაცნაირად თითქოს გულის სითბო დაკარგა, თითქოს მადლი მოაკდა მას, თითქოს თავს გძნობს გაძარცულად, შემოძარცულად. ანუ ესე იგი ბევრი რამს კარგავს ის, როდესაც ბევრს მეტყველებს და ამას რაღაც თქმა უნდა ყურადღება უნდა მიაქციო ადამიანმა. თვით ქადაგებაც კი საფრთხო სიტყვის შესახებ უნდა იყოს ზომიერი. ეს აქ უკვე პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციონ თავის თავს მოძღვრებმა, სასულიერო პირებმა, იმიტომ რომ კი კარგია ქადაგება, მაგრამ ყველაფერში არის საჭირო ზომიერება. და ვინც ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ის თავსაც აბეძებს ადამიანებს, რაზეც არ უნდა ლაპარაკობდეს. ამიტომ ყოველთვის საჭიროა, რომ ესე იგი ჩვენ დავიცვათ ზომიერება. წმინდა წერილში არის რამოდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ციტატა, რომელიც ჩვენ მიგვითითებს იმას, თუ რა დამოკიდებულება უნდა გქონდეს დუმარებისა და მეტყველების მიმართ. აი რას ამბობს დავით მეფსალმონე. თქვუ ვიმარხნე გზანი ჩემი, რათა არ ავწოდო ენითა ჩემითა. ესე იგი აი დავით მეფსალმონეს თქვი, არ ავწოდო ენითა ჩემითა. კითხულობს. ზირაქის წიგნში არის საინტერესო ციტატა. უმჯობეს არს
გარდამოჭრა სიმაღლისაგან ვიდრეღა დაცემა ენისაგან. ესე იგი წარმოვიდგინეთ თქვენ რას ამბობს სირაქის წიგნი, რომ ჯობია დიდი სიმაღლიდან ჩამოვარდეს ადამიანი ვიდრე ის რომ ესე იგი დაეცეს ენისაგან. ესეთი წმინდა მამა ასეთ რამეს ამბობს, ჯობია ფეხი დაეცე მრავალგზის ვიდრე ენი დაეცეო. ესე იგი ჩვენ ფიზიკური დაცემა ბევრად უფრო ჯობს ასეთ დაცემას. ზოგის მდუმარებაში სიბრძნე ჩანს, ზოგი კი საძულველია ბევრი ლაყმობის გამო. ესეც ზირაქის წიგნი არის და სიტყვა მრავალ შეიძაგებენ და ძალად მოლაპარაკე შეძულებული იქნება. კვლავ იგივე წიგნი გახლავთ. ეკლესიასთან კი გვეუბნება ბრიყვი მრავალი სიტყვა. ესე იგი ძველი აღთმის წიგნები ასეთ რამეს გვეუბნებიან. ახლა თავისთავად მდუმარების მოხვეჭა არ არის ადვილი, ეს არის საკმაოდ რთული, ეს მათთან არის დაკავშირებული, მათის გარეშე არ გამოწევნა აღვნიშნეთ ჩვენ მარხვაც. ესეც შედარებაც მოგვთ წმინდა მამებს, რომ აი თუ ჯებირში არის მოქცეული წყალიო, ის თანდათანობით მისი სიმაღლე იმატებსო. ხოლო თუ ჯებირები არ აქვს, მაშინ წყალი ყოველ მიმართულებით გადაედინება და მიმოიფანტება და ფაქტიურად იკარგება. და ასევე ესე იგი ადამიანის სული, ესე იგი თუ კი მდუმარები ჯებირში არისო მოქცეულში, მაშინ აიწევა ის ღვთისაკენ. და თუ კი მრავლის მეტყველებს და ყველაფერზე მეტყველებს, ყველა ეს მისი მადლი გაიფანტება ყოველი მიმართულებით. მაგრამ როგორც უკვე ვთქვით, ესე იგი ეს არის საკმაოდ რთული მდუმარების დაცვა და საკმაოდ დიდი ძალა ჭირდება ამას, როგორც ვთქვი, სულიერება ჭირდება. აი იაკობ მოციქული რას ამბობს ამას ახალ აქტმაში, რას გვეუბნება ამის შესახებ. ვინც არ სოდავს სიტყვით, იგია სულქმნილი კაცი, რომელსაც ძალუც დაურვება თავისი ხორცის. აი ესეთი სიტყვებია წარმოთქმული იაკობ მოციქულის მიერ. ხა ჩვენ უნდა ვიცოდეთ ის, რომ ასევე წმინდა მამების მიხედვით უნდა ვიცოდეთ, წმინდა მამათა სიტყვით უნდა ვიცოდეთ, რომ ესე იგი მდუმარება განსაკუთრებით სასურველია მისთვის, ვინც თავის თავს არ ენდობა და ენდობა უფალს. ესე იგი ვინც მინდობილია უფალს, რა იგი არის უკვე ესე იგი მდუმარებისკენ მიდრეკილი. მაგრამ აქ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ კიდე ერთი რამ, რომ შეიძლება ადამიანი მდუმდეს, მაგრამ შინაგანად განიკითხავდეს სხვას. და მაშინ იგი ყველაზე მეც ლაპარაკობს. ანუ ეს მდუმარება უკვე აღარ არის მდუმარება, არამედ არის ცოდვის მდგომარეობა. ამავე დროს შეიძლება იგი დუმდეს და ამითი ამპარტავნებდეს. ანუ ამპარტავნებაში იყოს იმის გამო, რომ დუმს შეხედეთ როგორ დუმო. დიახ, როგორ დუმვარ და ამაზე ესეთი რჩევას გვეუბნებიან მამები, რომ იმას კი ნუ იფიქრებ, რომ შენ დუმ ხარ და ეს არის სათნოება შენთვის, არამედ იმაზე იფიქრე, რომ შენ დუმ ხარ, იმიტომ რომ ლაპარაკის ღირსი არ ახარ ღირსი რომ მილაპარაკო. და ზოგიერთი დუმსო, იმიტომ რომ ესე იგი არაფერი არ აქვს სათქმელი და ზოგიერთი დუმს, იმიტომ რომ ელოდება დროს, როდის უნდა ელაპარაკოს და როგორ უნდა ელაპარაკოს და აი აქაც ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვაქვს დარიგებები წმინდა მამებისაგან, რომ ესე იგი არა მარტო ის უნდა ვიცოდეთ ჩვენ რას ვლაპარაკობთ, არამედ ისიც უნდა ვიცოდეთ ჩვენ როდის ვილაპარაკოთ, ვისთან ვილაპარაკოთ, რა დოზით ვილაპარაკოთ. აი ამას ყველაფერს ჭირდება აწონ-დაწვენო. ხანდახან სრულად შეფერებელ აუდიტორიასთან შეიძლება ისეთი საუბარი წამოიწყოს ადამიანმა, რომ არანაირი კარგი შედეგი ამას არ ქონდეს, პირიქით ცუდი შედეგი ქონდეს. ანუ აი ფაქტორი აუდიტორიისა, მსმენელისა ყოველთვის გათვალისწინებული იყო წმინდა მამების მხრიდან და არასოდეს არ ხდებოდა ისე, რომ ნებისმიერად ესაუბრათ. ეხლა
იგივე იოანე ოქროპირის მაგალითი გავიხსენოთ, ბასილიდის მაგალითი, ორივენი ძალიან განათლებული ადამიანები იყვნენ და შეეძლოთ ძალიან შეელაპარაკათ განსაკუთრებულად ესე იგი ფორმის თვალსაზრისით ბრძნულად, ესე ფილოსოფიური ტერმინოლოგიით დაეხუნძლათ, ყველანაირ რთული ტერმინები დაეხუნძლათ, თავიანთი ქადაგება, მაგრამ ისინი ამას არ აკეთებდნენ, მათ ორიენტირი ჰქონდათ მსმენელზე. რა სარგებელს მიიღებდა მსმენელი. ამიტომ იყო რომ წმინდა იონე ოქროპირი რომ დაწერდა ქადაგებას, წინასწარ წააკითხებდა რომელიმე ყველაზე ნაკლებ განათლებულ, ნაკლებ წიგნიერ დედაკაცს და თუ კი მას ესმოდა ქადაგება, მერე იმას წარმოთქვავდა. აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდის, რა და როგორ უნდა ვილაპარაკოთ სხვანაირად, ესე იგი ეფექტი იქნება შემცირებული, ეფექტი აღარ იქნება ისეთი, როგორც საჭიროა, რომ გქონდეს ჩვენ საუბარს. რო არ გამოვიდოს უბრალოდ საუბარი საუბრის გამო და უშედეგო რო არ იყოს, ხო? დიახ, სწორედ ესე რო არ გამოვიდეს, ესე იგი ხანდახან ადამიანი საუბრობს იმიტომ, რომ თავი მოიწონოს, გამოაჩინოს თავისი ცოდნა, გამოაჩინოს თავისი ნაკითხობა და განსაკუთრებით უყურთხილ რაღაც ტერმინოლოგია და მაღალფროდოვანი სიტყვების ჩართვა. დიახ, დღეს ჩვენ ცხოვრობთ საუბრის ეპოქაში, შეიძლება ითქვას, ყველა ლაპარაკობს. ყველა ლაპარაკობს დაუსრულებლად. ცოტა აკეთდება საქმე, ძალიან ბევრია ლაპარაკი. ყველა ცდილობს, რომ თავი გამოიჩინოს მეტყველებით, საუბრით. სხვას აჯობოს ამ საუბარში. არაცალოს სხვას საუბარი, თვითონ გადააჭარბოს. არადა მამები იმას გვეუბნება უმეტესაც მოისმინე და მეტი მოისმინე და ნაკლები ილაპარაკე და ესეთი შედარებაც კი არის ჭვიანი კაცების მიერ შემჩნეული, რომ ადამიანს აი ეს თვისება რომ უფრო მეტად უნდა უსმენდეს ვიდრე ლაპარაკობდეს, იქიდანაც ჩანს რომ უფალმა მას ორი ყური მისცა და ერთი მენა მისცა რა. სამეთყველო ორგანო ერთი არის და სასმენი ორგანო არის, ორი აი პატარა ორგანოა ენა, მაგრამ დიდი სიკეთის მოტანაც შეუძლია და დიდი ზიანის მოტანაც შეუძლია, აი ორივე შეუძლია მას და შეიძლება ზოგმა აი სიტყვით თავით დაეუბოს, სიტყვა თქვას და ესე იგი ეს ამან დააუბოს იგი. ყველანაირ თვალსაზრისით ვამბობთ ამას. ამიტომ იყო რომ ყველა დიდ ვერს, ყველა დიდ მოღვაწეს, ყველა დიდ წმინდა მამას დუმარება უყვარდა. მდუმარება იყო მათთვის საყვარელი რამ და ხანდახან აი სიტყვაც რო ამოეღოთ, ესე იგი დიდი ძალისხმევა ჭირდებოდათ მას, რომ მეტყველება დაეწყოთ, საუბარი დაეწყოთ, იმიტომ რომ იმდენად მიდრეკილები იყვნენ მდუმარებისკენ და იმდენად ეს მდუმარება მათთვის იყო საყვარელი და მისაღები. აი ეხლა მარხვა არის და ბუნებრივია და რომ მარხვაში უფრო მეტად მონდომებული არის ადამიანი სათნოებებისადმი. და აი ამასთან დაკავშირებით რომ გავახსენდება წმინდა ანტონ ჭყონდიდელის ჩვენი შესანიშნავი ქადაგებლის ერთი ქადაგება, სადაც ის ამბობს, რომ შეიძლება შენ ვერ მარხულობდეს სრულყოფილად შენი სხეულის უძლურების გამო, ანუ ავადმყოფობის გამო და დღეს ამას უფრო ხშირად ხედავთ თქვენ. დღეს ბევრი ადამიანი აი სხვადასხვა სახის ავადმყოფობების გამო ისე ვერ მარხულობს, როგორც ეხლა ვთქვათ, მოეთხოვება ქრისტიანს, ამიტომ გარკვეული შეღავათებით უკეთდებათ მათ მოძღვრების მხრიდან, გარკვეული პროდუქცია შეიძლება კონდეს შეღავათი, იმიტომ რომ ფიზიკურად არ შეუძლია, იმიტომ რომ ავად არის, რომელიღაც ორგანო აწუხებს მას. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია სხვა სათნოებებს მოუმატოთ, ესე იგი თუ ვთქვათ იძულებული ვართ, რომ ძის პროდუქტი მივიღოთ, ვთქვათ ხაჭო ან რაღაცა, როდესაც ავათავართ. ხოლოდ მოძღვის კუთხებით, რა თქმა უნდა. აუცილებლობის შემთხვევაში. აუცილებლობის შემთხვევაში. მაგრამ ანტონ ჭყონდიდელი ამბობს, მაშინ ნაკლები ილაპარაკე, ცოტა ილაპარაკე. და დაბალანსების მომენტი. თითქოს ესე იგი არ არის ძნელი. ისევე როგორც შეიძლება ხა სხვა სახის ღვაწლი გასწროს ადამიან, უფრო მეტი მეტანიები გააკეთოს, ანუ უფრო მეტად ილოცოს და ასე შემდეგ. ეს უკვე მოძღვართან შეთანხმებით უნდა მოხდეს, ასე რომ აი ესეც გასათვალისწინებელია და ესეც მნიშვნელოვანია გახლავთ. მაგრამ
რადგან ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ ახლა მდგომარეობაზე, ჯობს ალბათ ისე მდგომარეობას დაუთმოთ ადგილი და დავასრულოთ ჩვენი საუბარი. დიდი მადლობა მამაზორов, მე შეგახსენებთ გვესაუბრებოდა დეკანოზე ზურაბ ცხოვრებაზე, ძვირფასო ტელემოყურებლებო, ვიდრე ჩვენს ეთერში ლოცვას მოისმენდეთ, მინდა გაგაცნოთ, გვინდა ჩვენ ტელევიზიამ გაგაცნოთ საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება, რომელიც გუშინ 14 დეკემბერს გავრცელდა განცხადებაში ნათქვამია. საყდრის ოქროს მაღაროს მოულოდნელი აფეთქების ფაქტმა საერთოდ დიდი შეშფოთება გამოიწვია. როცა მეცნიერები, დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილი, სამოქალაქო საზოგადოება ეწინააღმდეგებოდნენ მის დანგრევას, როცა საერთაშორისო ექსპერტებმაც კი სივრცე კულტურის ძეგლად აღიარეს, რომ აღარაფერი ვთქვათ, მის მსოფლიო მნიშვნელობაზე, გაუგებარია როგორ შეიძლებოდა მის დანგრევაზე ნებართვა გაეცა კულტურის სამინისტროს. თუ საყდრისი არ უნდა ყოფილიყო დაცვის ობიექტი, მაშინ შესაბამის სტრუქტურებს უნდა ჩაეტარებინათ ახსნა განმარტებითი საუბრები, რომ ხალხი დაერწმუნებინათ თავის სიმართლეში და შემდეგ განეხორციელებინათ ნებართვის გაცემა და აფეთქებებიც. არასწორად მიგვაჩნია საყდრისის ერთი ბორცვის კვლევის სფეროს გაუთავისებელი მიზეზით RMG Gold-ში დასაქმებული მოქალაქეებისთვის ფინანსური პრობლემები შექმნათ, რაც ფაქტობრივად ჩვენთვის ცნობილი მთავარი მიზეზი გახდა საყდრისის იავარქმნისა. ამ ადგილის თაობაზე შეფასებები საბოლოოდ დამტკიცებული რომც არ ყოფილიყო, კომპანიას, რომელსაც აქვს სხვა დიდი ტერიტორიები ოქროს მოსაპოვებლად, საქვეყნო ინტერესებიდან გამომდინარე, როგორმე უნდა მოეხერხებინა ალტერნატიული გზების გამოძებნა, რათა ხალხი უხელფასოდ არ დარჩენილიყო და სხვა თუ არაფერი თავისთვისაც პრობლემები აეცილებინა. დღესთვის შედეგად გვაქვს სახელმწიფოებრივი აზროვნების წინააღმდეგ გაკეთებული ყოვლად გამომართებელი ქმედება. საქართველოს ეკლესია გამოთქვა მღვდლის ტუხელსა და გულისწყვილს მომხდარის გამო, მე შეგახსენებთ, ეს გახლავთ საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება, რომელიც გუშინ 14 დეკემბერს გავრცელდა. ახლა კი ლოცვის დრო მოახლოვდა, მოვისმენთ